მეორე პარლამენტს მიმართავ ამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში და მინდა გითხრათ, რომ ამ პარლამენტში ბევრად უფრო კარგად შემხვდნენ ვიდრე წინა პარლამენტში. არ ვიცით, ყო ქუთაისის კლიმატში ძალიან მაგარი რაღაცა არის ახალგაზრდული პარლამენტი. მინდა მადლობა უთხრა თეონას, თითოეულ თქვენგანს, იმიტომ რომ მართლაც თქვენი თაობა ავტომატურად არის ამ დემოკრატიულ სისტემაში, რომელთაც ჩვენ ყველანი ვქნით. თქვენ არ გჭირდებათ არაფრის ახსნა. თქვენ ხართ ბავშვობიდანვე დემოკრატები. და თქვენ იცით, რომ ახლა ახალგაზრდული პარლამენტის სკამიდან გადაჯდომა ნამდვილ პარლამენტში ძალიან გამარტივდა, იმიტომ რომ 21 წლის ასაკი და არის დეპუტატობა. და ამაზე ბევრი კამათი იყო, მე დაუჭირე მხარი წინა პარლამენტის მიერ შეტანილ ამ შესწორებას. და ხშირად ამბობენ, რომ 21 წლის ადამიანს არ აქვს გამოცდილება. მართალია, 21 წლის ადამიანს წარმოუდგენლად უფრო ცოტა გამოცდილება აქვს, ვიდრე ჩემი ასაკის, ან კიდევ უფრო ასაკის ადამიანებს. ეს ასეა და ხშირ შემთხვევაში ეს არის ნაკლოვანება, ზოგიერთ შემთხვევაში თუ ცუდ გამოცდილების ადამიანს შევადარებთ, ეს არის დიდი უპირატესობა. მაგრამ თავარი რაც გაქვთ თქვენ და რაც უნდა გავითავისოთ. თქვენ ხართ დაბადებული საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. თქვენ ხართ საქართველოს თავისუფლების პირობებში გაზრდილი თაობა. ძიმე პირობებში ხშირ შემთხვევაში, სულ დასაწყის თუ ავიღებთ განსაკუთრებით, ბევრი თქვენგანის ოჯახს არ ულხის, მაგრამ თქვენ იცხოვრეთ დამოუკიდებელ საქართველოში. ამიტომ მინდა განსაკუთრებით მადლობა გითხრათ იმისაც, რომ მთელი საქართველო და 10,000-ობით ადამიანი მონაწილეობდა ამაში, მოსწავლე, თქვენ ხართ აი საუკეთესო შორის საუკეთესოები, თუმცა სხვაები ძალიან მაგრები არიან. მე ბავშვობაში მქონდა სულ მონაწილეობდი ხოლმე ეს სტუდენტობის დროს, ნუ ბავშვობაში ჩემ დროს ესეთი რამეები არ იყო. მახსოვს ერთხელ საბჭოთა კავშირის გაეროს ასოციაციამ გამოაცხადა ესეთი კონკურსი და რაღაც 10,000 ადამიანში გავედით რაღაც პირველ ხუთეულში და ცხოვრებაში დღემდე მიმაჩნია, რომ ეს იყო ჩემი თავარი მიღწევა წარმატების თვალსაზრისით. და თქვენ და ის იყო საბჭოთა კავშირი, იყო საბჭოთა მართალია გაერო იყო, მაგრამ საბჭოთა გაეროს ასოციაცია, თქვენ ხართ თავისუფალი საქართველოს თავისუფალი ახალგაზრდული პარლამენტი. მეორე მე მინდა გამომეყენებია შესაძლებლობა და მიმართა თქვენთვის და მომიმართა ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, იმიტომ რომ ბევრი მოვლენა მოხდა ბოლო დღეებში საქართველოში. მე ეხლა ჩამოვიდი ევროპიდან, მანამდე ვიყავი ასევე ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე, სადაც მიღებული იქნა მნიშვნელოვანი რეზოლუცია და მინდა თქვენთან ერთად მიმართო დანარჩენ საქართველოს. ჩვენი საყვარელი საქართველო დღეს ნამდვილად გზაჯვარედინზე დგას. მინდა მოგმართოთ პოლიტიკური მიზნებისგან დამოუკიდებლად, როგორც პრეზიდენტმა და როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქემ. ბოლო დროინდელ საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობის უახლეს ისტორიაში პირველად მოხდა ხავერდოვანი და კონსტიტუციური გზით ძალაუფლების გადაცემა. ჩვენ ვაჩვენეთ ჩვენ თავს და დანარჩენ მსოფლიოს და ყველა სხვადასხვა რაღაც იზახოდი, რომ აი სააკაშვილმა იმიტომ გამოაცხადა, რომ შეიცვალა თავრობა, რომ ვიღაცამ დაურეკა, ამერიკელებმა დაურეკეს. სრული სისულელე. მე არავის დარეკვა არ მჭირდება. და ამერიკელები ჩვენზე მეტად იყვნენ დაბნეული არჩევნების შედეგებით, მინდა გითხრა. ამიტომ არავინ არ დამირეკავდა. მე მივიღეთ ჩემი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ მე მინდოდა რომ ჩვენ აგვეშენებია დემოკრატიული სისტემა, სადაც შეიძლება აირჩიონ ახალი უმრავლესობა. ქვეყნის სათავეში კი მოვიდეს ახალი მთავრობა, არა გადატრიალებით, არა მანიპულაციით, არა თუნდაც რევოლუციით, არამედ არჩევნების კონსტიტუციური პროცესით. საქართველოს ინსტიტუტების ფარგლებში და არა მათთან წინააღმდეგობით. ეს საოცარი შესაძლებლობა იმისათვის, რომ დემოკრატია სამუდამოდ დავამკვიდროთ ჩვენი ერის გენში. იმისთვის, რომ გადალახოთ ძალადობრივი რიტორიკა, რომელიც უკვე ძალიან დიდი ხანია ახასიათებს ჩვენ პოლიტიკურ ასპარეზს. ასევე იმისთვის, რომ ნიშნულად წავიწიოთ წინ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ერთხელ მითხრა პრეზიდენტმა კაჩინსკიმ, ჩემო მეგობარო პოლონელმა, იცით რა განსხვავებაა ჩვენსა და თქვენ შორისო, ნატოს ქვეყანასა და ევროკავშირის ქვეყანასა და იმ ქვეყანას შორის, სადაც თქვენ იმყოფებით. მითხრა, რომ აი მე რო აღარ ვიქნებიო პრეზიდენტიო, აქ ჩვენ არ ყოფილიყავთ ევროკავშირის წევრიო, მე ალბათ დამიჭერდე და მომკლავდენო. მაგრამ აი ევროკავშირში და ნატოში ეს არის შეუძლებელი, იმიტომ რომ აქ მუშაობს კანონის ფარგლებიო. მე მინდა რომ საქართველოს ესეთი ქვეყანა იყოს, სადაც ერთმანეთს კი არ კლავენ და იჭერენ იმის გამო, რომ ძალაუფლებაში იცვლება, არამედ ჩვეულებრივად გრძელდება ცხოვრება. ეს არის საოცარი შესაძლებლობა, რომ განმოვცოთ ის, რასაც უკვე მივახციეთ. რათა შეუქცევად დავდგეთ მშვიდობის კეთილდღეობისა უსაფრთხოების გზაზე. მე პრემიერ-მინისტრს ვესაუბრე ამ შენობაში და მთავრობასაც გადავეცი გზავნილი იმის თაობაზე, რომ მზათვარ ახალ უმრავლესობას დავეხმარო ამ გზაზე წარმატების მიღწევაში. ჩვენ ქართველები ვართ და ყველას გსურს ჩვენი ქვეყნის წარმატება.
იმიტომ რომ ჩვენ ყველას უნდა გვინდოდეს რომ საქართველო გახდეს ნორმალური ევროპული დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც რეინტეგრირებული იქნება ამ თავისუფალი ერების ოჯახში, რომლისგანაც არასდროს უნდა ყოფილიყო წესით განცალკევებული. ეს შემოთავაზება და მხარდაჭერა ახლა ისეთი მართებულია როგორც არასდროს და იმედი მაქვს რომ ახალი მთავრობა გააგრძელებს მიღწეული წარმატებების განვითარებაც მათი განადგურების ნაცვლად. ძალიან მარტივია რა. აი ხა ბევრს ლაპარაკობ, აი ყველაფერი შეჭამეს ბიუჯეტი წაიღეს. მეგობრებო, მე რომ პრეზიდენტი გავხდი საქართველოს ბიუჯეტი, თქვენაში დააპატარა იყო სულ რეალურად 500 მილიონი ლარი. 500 მილიონი ლარი. ეხლა ადის თითქმის 8 მილიარდზე. თუ შევჭამეთ და წავიღეთ სახში ეს ფული საიდან გაჩნდა ბიუჯეტში, თუ ვიღაც დიდარმა ბიძამ გამოგვიგზავნა საიდანმა და რომ ერთღაც მილიარდერმა მოგცა როგორც ზოგს გონია. ნუ რას უკაცრავად? ეს არის გადასახადების აკრეფით, კორუფციის შემცირებით გაკეთებული. ეს თელი შენობები, რომელსაც თქვენ უყურებთ და რომელსაც ახლა დაანგრევას უპირებენ, ეს სწორედ იმას მეტყველებს, რომ ვილები არა უშენებია ხალხს ამ მთავრობაში და პირადი ცხოვრება არ მოუწყია. როგორც ეს ზოგიერთ წარმოუდგენელი, ყოველ შემთხვევაში აბსოლუტურ უმრავლესობას მათგანს. და სხვათა შორის როდესაც პირდაპირ მუქარები წამოვიდა ამ ოჯახის წევრებზე, მათ შორის ზოგიერთ იმ ადამიანზე, ვინც დღეს დაპატიმრებულია, იყო ბევრი ეუბნებოდა წადით უცხოში და თქვენს რომ რით უნდა წავიდეთ, ჩვენ არ აქვს ფულიო, რომ წავიდეთ. და ვინც წავიდა, იმასაც ვიცი რომ არა აქვს ფული ბევრს. ასე რომ ახალი მე მინდა რომ ახალმა მთავრობამ კონცენტრირება მოახდინოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის პროცესზე. მოკლევადიან ადგილობრივი სარგებლობის ნაცვლად და შეასრულოს თავის წარმატებული საარჩევნო კამპანიის დაპირებებს. ხალხმა ნახა რა პროგრესად ჩვენ მივახციეთ, მაგრამ ხალხმა თქვა, ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ იქნებ ვიღაცა მოგცეს ბევრად უფრო მეტი. იმას კი ამიტომ ახლა ჩვენ უსურვებთ ამ მთავრობას, რომ ნაცვლად იმისა, რომ შურისძიებით იმოქმედოს, შევიდეს გადავიდეს თავის წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებაზე. მინდა გაგიზიაროთ ჩემი წუხილი ქვეყანაში ბოლო დროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით. დაპატიმრებების ტალღა აგორდა, რომელმაც შეშფოთება გამოიწვია ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს, თუმცა ისიც მინდა თქვა, რომ ზოგიერთს გაუხარდა, შეიძლება ბევრს გაუხარდა, არის შეძახე, მიდი კიდე დაიჭირეთ, კიდე მიყევით და შეშფოთება გამოიწვია ჩვენი დასავლელი მეგობრების და მოკავშირეების რიგებში. მთავრობის მაღალჩინოსნება გააკეთეს განცხადებები მის თაობაზე, რომ ეს ტალღა გაგრძელდება და მიზანში ამოიღებს ბევრ პოლიტიკურ ოპონენტს. საჯაროდ და პირად საუბრებში რამდენიმე ისეთი გზავნილი დაფიქსირდა, რომელიც ცალსახად უკიდურესად სანერვიულო ნამდვილად არის და შემაშფოთებელი. დაახლოებით ვერისუბნის მელოდიების თუ გახსოვთ ფილმი ან მიუზიკლი, აი ის რა რომ თეთრია თუ შავია, ყველა დამნაშავეა, ყველა დასაჭერია. ჩვენ გვესმის, რომ ყველა დასაჭერია. პროკურორი გამოვიდა და სხვა შორის პროკურორი პრეზიდენტის ნომენკლატურა იყო, სულაც არ იყო აუცილებელი რომ მიგვეცა მათთვის თანხმობა, მივეცეთ ყველა თანამდებობა გადავიწყდეთ თანამშრომლობა, გამოაცხადა რომ არ არსებობს ძველი მთავრობის არც ერთი თანამდებობის პირი, რომელიც არ გადის დასაჭერების დავთრებაში. მე გამახსენდა, ეხლა შეიძლება ზუსტი შედარება არ არის, მაგრამ საფრანგეთის რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი, რობესპიერი. რობესპიერმა მიყვა და დღეში რამდენიმე ადამიანს ჭრიდნენ თავს საფრანგეთში. მათ შორის პარლამენტის წევრებს, ყველა პოლიტიკურ ოპონენტს. მე გამოვიდა შეკრება პარლამენტი და უთხრა, ეხლა მე ბევრი ვიმსჯელეო, შემოგხედეთ ყველას, გადავწყვეტე რომ ყველანი ხართ დასაჭერები, ვინც აგზიხართ. პარლამენტმა რა ქნა? მანამდე ითქმედნენ, სანამ ერთი დაიჭირეს, მეორე, მესამე გაქრა, მეოთხე, ჩემამდე არ მოვლე. რო გამოუცხადა ყველანი ხართ დასაჭერები, პარლამენტი შეიკრიფა და რობესპიერს გამოუტარა სიკვდილით დასჯა და თავი მოაჭრა რობესპიერს. მაგრამ ის რაც გააკეთეს მაშინ რობესპიერმა და მის მეგობრებმა, საფრანგეთის რამდენიმე 10 წელიწლეული წაყვა და დღემდე ძალიან ნეგატიურ შლეიფად მიყვება. და მე ამიტომ მე არ ვფიქრობ ჩვენ იქავართ ჯერ, რომ სიტუაცია შეუქცევადია და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ახლა საუბარი. ყველას და განსაკუთრებით ახალ უმრავლესობას მოუწოდებ ჩვენ საყვარელ ქვეყანას სჭირდება სოციალურ პრობლემებზე, მის ევროპულ მომავალზე და ამ საკითხების მუდმივ გაუმჯობესებაზე ყურადღების გამახვილება. ქართულ ხალხს არ ჭირდება წარსულის გამწარება, სიმწრის, შურისძიების და სუძულის განცდა. ბოლო დროინდელმა მშვიდობიანი ძალაუფლების გადაბარების მშვიდობიანმა პროცესმა. ნათლად აჩვენა, რომ ჩვენი ინსტიტუტები პოლიტიკურ პარტიებზე და სოციალურ ჯგუფების ეკონომიკურ ინტერესებზე მაღალ დგას. ეს ინსტიტუტები ეკუთვნის თითოეულ ქართველს და მათ დასაცავად არსებობს. ისინი ეკუთვნის ყველა მათგანს, მიუხედავად პოლიტიკური, რელიგიური შეხედულებებისა, ისევე როგორც ეთნიკური წარმომავლობისა.
ეს ინსტიტუტები არ უნდა იყოს გამოყენებული მოკლევადიანი პოლიტიკური სარგებლის მისაღებად და ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ხალხისთვის გრძელვადიანი ზიანის მისაყენებად. ეს ინსტიტუტი არ უნდა იყოს გამოყენებული შერჩევით სამართლისა და პირადი ამბიციებისთვის. გასაკეთებელი ბევრია ჩვენი მოსახლეობის და ქვეყნის საკეთილდღეოდ. კიდევ ბევრი ნაბიჯია წინ გადასადგმელი იმისაც, რომ ჩაუშვათ ღუზა მშვიდობიან, თავისუფალ და კეთილდღეობით აღსავსე ევროპული ერების ოჯახში. არ მიცეთ საშუალება ბრალს და გამწარებას, სიმწარეს, რომელიც წარსულს უკავშირდება. კიდევ ერთხელ შეუშალოთ ხელი ჩვენი ცვლას მომავლისკენ. სამწუხაროდ, საქართველოს ქონია რამდენიმე პერიოდი მის ისტორიაში, როდესაც წარსულზე მოკლევადიან სარგებლობებზე ყურადღების გამახვილებამ გაანადგურა ჩვენი საერთო ხედვა ჩვენი ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით. ასეთი გზა საქართველოს არ ყოფილა არასდროს კარგი. როგორც პრეზიდენტმა მე გადავეცი ახალ მთავრობას აღმასრულებელი ძალაუფლების უმეტეს ნაწილი. მე ჩემს როგორც პრეზიდენტის როლი არის ვიყო გარანტი იმ ინსტიტუტების, რომელიც ჩვენ შევქმნით. მას შესაბამისად ჩვენი პასუხისმგებლობა მოუწოდოთ მთავრობას დაემორჩილოს საერთო წესებს და პატივისცეს კონსტიტუციას. ეს ჩვენი ერისთვის გადამწყვეტი მომენტია. მოდით, ნუ გავიფუჭებთ ამ შესაძლებლობას, რომელიც მოგვცა ბოლოდროული ძალაუფლების გადაბარების პროცესმა. შექმნა, მოდი ერთად ვაშენოთ, ვითანამშრომლოთ და შევქმნათ უფრო ნათელი მომავალი ჩვენი თითოეულ ჩვენგანისთვის, ჩვენი მოქალაქეებისა და ჩვენი საყვარელი ქვეყნისთვის. დღეს გვაქვს შანსი წინ წავიწიოთ ევროპულ ინსტიტუტებში. ერთმანეთს უნდა ჩავკიდოთ ხელი. იმიტომ რომ დღეს პრორუსული პოლიტიკა და ლოზუნგები შეუძლებელია ჩვენ ქვეყანაში ჩვენ თავი თქვენ ხართ თავისუფლების გაჩენის თაობა, მაგრამ არ ძველი თაობები, რომელიც ახსოვთ ის სიმწარე რა ერი ვის ქვეშ იყო, ის ამას არ დათანხმდება. მაგრამ თუ ჩვენ ისეთ რამეებს გავაკეთებთ, რა იზოლაციაში აღმოჩნდეთ ევროპისგან და ამერიკისგან, ავტომატურად აღმოჩნდებით იმ სიტუაციაში, როცა ძალიან ადვილი ლუკმა გავხდებით. ის რა რას მიგვითითებს ამერიკა და ევროპა რა ვაკეთოთ? ჩვენ მაგრები ვართ და ჩვენ თუ ვიცი, საქართველოს არ აქვს არჩევანი. ევროპა და ამერიკა გეუბნება, რომ იყავით თავისუფალი დამოუკიდებელი თქვენ ფეხზე მდგარი ქვეყანა. თუ ჩვენ ამას ვკრავთ ხელს, მაშინ არის მეორე მხარე აქ. ნატო ჩვენი ახირება კი არ არის. ეს არის ერთადერთი გრძელვადიანი გარანტია ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ყველანაირი წისვლა ნატოში სულ წევრობამდე მსკამად მივალთ. ყოველგვარი შემდეგი ნაბიჯი არის შემაკაებელი. თქვენ 2008 წელს ჩვენ გადავარჩენეთ ქართული სახელმწიფოებრიობა. მოდით გულზე ხელი დავიდოთ. მე არასდროს როდის მithქვას რომ ომი მოვიგებთ. როგორ მოვიგებთ ომს, როდესაც ოკუპანტის ჩექმით ითელება ჩვენი მიწა. მაგრამ ქართული სახელმწიფოებრიობა გადავარჩენეთ და ესე იგი ოკუპანტმაც ვერ მოიგო. რატო გადავარჩენეთ? თვითონ თელი მსოფლიო დაგვიდგა, იმიტომ რომ 6 პრეზიდენტი ჩამოვიდა ხელშაკირე, იმიტომ რომ ამერიკის გემები დაიძრნენ საქართველოსკენ. და აბა ამერიკას ეთქვა, რომ ეს არის ერთი უცნაური ქვეყანა, ველური, კაცმა არის ის თვითონ რა უნდათ? რატო უნდა ზრუნავდეთ ჩვენ? თუ თვითონ არაფერი არ უნდა, ჩვენ რატო უნდა ვიზრუნოთ მათზე? ამ საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ. და საბაბი რომ მეორე და მესამედ რამე გავკეთონ, ადვილი საპოვნელია. მართლა თუ ვინმეს არ ჯერა რომ მე ხელოვნურად გამოვიწვიე და პუტინი გაობრაძე რაღაც ჩემი ლექსიკით. ადვილი საპოვნელია, მათ აღიზიანებთ ქართული სახელმწიფოებრიობა. მარტო არ უნდა დავჭეთ ამის წინაშე. ამიტომ არ აქვს ჩვენ სხვა ალტერნატივა, ჩემო მეგობრებო. ამიტომ არ მიხარია ჩვენ ნებისმიერი კრიტიკა, რომელიც წამოვა საქართველოს მისამართი. პირიქით, ჩვენ უნდა დავდგეთ ერთად. ერთმანეთს ვასწავლოთ, გზა გაუყვალოთ, ამხელა გამოცდილება დავაგროვებთ ამ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მუშაობის. და მინდა რომ ყველა ახალი წარმატება იყოს და ამ ახალი მთავრობის წარმატება. მაგრამ საბოლოო ჯამში ეს იქნება საქართველოს წარმატება. ეს იქნება თქვენთვის გაკეთებული მთავრობები შეიცვლებიან. თქვენთვის გაკეთებული და თქვენთვის გადადგმული ნაბიჯები იქნება თითოეული ჩვენგანისთვის. ამიტომ ამ ხრი ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. ჩვენ გვაქვს კარგი შესაძლებლობები ახლა, ჯერ კიდევ გვაქვს. იმიტომ რომ ეს არჩენები კარგად ჩაიარა, ყველამ გითხრა არჩენები არის ტესტი. და ამიტომ ჩვენ ის კი არ უნდა ვთქვათ, რომ აი ყველაფერი რაც იყო, მანამდე ცუდი იყო. პირიქით უნდა ვთქვათ, კი, ბევრი რაღაც ძალიან კარგად გაკეთდა. კი, სწორი იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, რო თქვას, რომ ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანა, ყველაზე ნაკლებად კრიმინალიზებული ქვეყანა, ყველაზე კარგი განვითარების ტემპი, ბევრი რაღაცა სოფლიო ბანკის პირველ ათეულში სწორი იყვნენ, ჩვენ 100-ჯერ მეც გავაკეთებ. ჩვენ გავაგზავნებთ სხვას, ამიტომ მოდი ახლა მიგვიღეთ, მოდი ახლა წინ წავიწიოთ. ძველ შენობაზე უნდა ავაშენოთ ახალი შენობა. კი არ უნდა დავანგრიოთ. ეხლა ისმის ის რაც ხდება თავდაცვის სამინისტროს მიმართ, რა თქმა უნდა აზარალებს ჩვენ ჯარს. იქ ვიღაცამ ყური აუწია, იქ ვიღაცამ ჯარისკაცებს არ ბენია. არ ვიცი მე კანონით არ ვიყო თუ ამაზე ვლაპარაკობ. ჯარს აზარალებს, არ შეიძლება ესეთ რიტორიკა ყოველდღიურად. და ხვალ და ზეგ შენ ჯარისკაც ვეღარ იშოვე, რომ შენ ქვეყანა დაიცვას, როცა ამის პროპაგანდას აწარმოებ. პოლიციის შიგნით მასობრივი დაპატიმრება აზარალებს ჩვენ პოლიციას და პოლიცია დგას ქვეყნის უსაფრთხოება. შენობების დანგრევა ბოლოჯერ ვინც თანამედროვე ისტორიაში შენობები დაანგრია და მე ნამდვილად არ ვადარებ საქართველოს ხო იქაურობას. იყვნენ ტალიბები ავღანეთში.
პოლიტიკური მოტივებით ვინც დაანგრია შენობა. ახალი ააშენე რა. უკეთესი ააშენე ბევრად. რას ანგრევ რა, ამითი რა ვის უგებ ნიშანს. არ მოგწონს უკეთესი გააკეთე და აჩვენე. გახსენით, გამოიყენე ის რაც არის და წადეთ წინ. და არა პირიქით მოდი ყველაფერზე მოშაოთ რაც არის და მე ვნახოთ. ეს არ არის ის ლოგიკა, რომელიც 21 საუკუნეში მუშაობს. მე ამიტომ იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი დროებითია, იმ გაგებით რომ ჩვენ ყველანი ვისწავლით იმ სარგებლის ექსპლუატაცია, კაპიტალიზაციას, რომელიც არსებობს და წინსვლას თითოეული თქვენგანი საკეთილ დღეოთ. ამ სასახლეში შეიცვლებიან პრეზიდენტები, მთავრობები შეიცვლებიან, თქვენ მოხვალთ ძალიან მალე მთავრობაში, თქვენ უკვე ჩემი ჭკუის სწავლება არ დაგჭირდებათ. თქვენ ისეთი მაგრები იქნებით. ახლა ჩემი გამოცდილების გაზიარება ეხლანდ მთავრობას ცოტა დაჭირდება. ეს ასია, იმიტომ რომ ჩვენ მაინც ერთი თაობებიდან ვართ დაახლოებით და თქვენ სხვა თაობა ხართ, თქვენ ძალიან მაგრები ხართ. მე არასდროს არ დამას ახალი მენტალიტეტის ხალხი გამოვიდა ასევე რა. ამას ერთად ძალიან დიდარი უცხოელი იყო ჩამოსული და რიყეზე 20 წლის გოგო იჯდა საბაგიროზე და ბილეთებს ყიდდა. ნუ თითოლარი ბილეთი თუ ასვლა და ამ კაცმა უთხრა რომ არა მაქვს ისა ევროებიო და უბრალოდ ლარებიო და ახლა შენ 20 ევრო გოგონაო. სტუდენტი ალბათ მართლა ძალიან უნდა ეს 20 ლარი, ხო? იმავე თქოს შანსი არ არისო 1 ლარი თუ ისო. ამოიღო და 50 თუ 100 ლარი ყო. აჰა, ამას გაძლო. ამ გოგომ ამოიღო 1 ლარი, იმიტომ რომ ახლა მე პატიჟებ თუ და ადი და ჩამოდი. და ამ კაცმა მითხრა, ადრე რომ იძახოდნენ რომ საქართველოში არ არის კორუფცია, მე არ მჯეროდა, მეგონა პროპაგანდაა, ზოგიერთ ჩვენი პოლიტიკოსებით. აი ეს გოგო რომ ნახევ, მივხვდიო რომ საერთოდ როგორ შეცვალა ყველაფერი. ამას ვერ ნახავთ ვერცად მეზობელ ქვეყანაში და ვერცად აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყანაში. და მე სხვა გიგი უგულავებს თქო რომ მე სამსახურია რომ ამ გოგონას მიეცით პრემია თქო, მაგრამ ესე არის ყველა იქ. აი ეს არ უნდა დაიკარგოს. ამ ახალ თაობას თქვენ ახალ თაობა რომელიც ეხლა უნივერსიტეტებში მოეწყო პროტექციის გარეშე. იმედი მაქვს ერთ კიდე ამ წელს და მომავალს. თქო ხარ თაობა რომელიც წინ კარიერას გააკეთებს ხელოვნური შეფერხებების გარეშე. და ამ თაობისთვის ჩვენ ყველამ უნდა გადავდოთ გვერდზე ჩვენი წინააღმდეგობები და ყველამ ერთად ჩავჭედოთ ხელი საქართველოს. მე დღეს უყურებთ საქართველოს პარლამენტის ხდომას და ეს პარლამენტი თავისთავად არის მოდერნიზაციის სიმბოლო. რატომ უნდა გინდოდეს მისი გადმოტანა ძველ პარლამენტში, რომელიც არის ყველაფერი საზიზღრო 1937 წლის სიმბოლოა, სხვა თუ არაფერი, როცა საქართველოს ინტელექტი განადგურეს, იმიტომ რომ ფერია საშენებულია, დაწყებულია იმ დროს. მაგრამ აი ქუთაისიც თავისთავად, ბაგრატის ტაძარი, რომელიც 200 წელზე მეტი იდგა, ყველა დამპყრობელმა თვითონ წაკრა, თვითონ ხიშტი მართლა და ყველამ დაანგრია და ჩვენმა თაობამ აღადგინა პირველად და იქვე, ესე იგი ჩვენ დავიბრუნეთ ჩვენი წარსული და იქვე ახალი რაღაცა პარლამენტის სახით. ეს არის ის სიმბოლოები, რომელსაც უნდა განვორცოთ მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენ ხალხს კიდევ ძალიან უჭირს და მე ეს ყველაზე კარგად ვიცი. მაგრამ ამ გაჭირვებამ არ უნდა დაგვაკარგიოს თავარი რაღაც ხედვა. თქვენ ოჯახებშიც არის ბევრი გაჭირვა. მაგრამ თქვენ ხო იცით რომ თქვენი სწავლით, შრომით მიაღწევთ ყველაფერს. გისურვებთ კარგ სწავლას, ბევრ შრომას და ძალიან დიდ წარმატებებს და დარწმუნებული რა გზის ვინმე ისეთი, რომელიც უახლოეს პერიოდში ამ სასახლის სრულფასოვანი მასპინძელი გახდება ჩემს ნაცვლად. რომელს გინდათ აბა? ძალიან სწორი ამბიცია, ვინც არ აწია ხელი, იმათაც უნდა დარწმუნებული ვარ. გისურვებთ წარმატებებს.